კაი გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორ ბრძანდებით, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს დღევანდელ გადაცემას. რით ვიწყებთ? ჩვენ გვყავს ირაკლი ბატონო, ბოდიში მომითხოვია და ტაბლიაშვილი. ბოდიში და ყიაპირში ქონდა მიცემული. ყიაპირში ქონდა მიცემული ირაკლი ტაბლიაშვილს. არა, სამაგიეროდ სიტყვა ქონდა პირში მიცემული ირაკლი ტაბლიაშვილს, რომელსაც გადმოახურხებთ ახლა ჩვენ ეთერში. მომიტევეთ ასეთი ნატურალისტური შედარებებისთვის. თხოვთ გაუშვათ. ჩვენს კონტექსტში აკითხავთ ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია 2024 წლის მიწურულის ამბების გახსენებაც, მათზე პედალირება, მათზე საუბარი, მაგრამ თუ ვინმე რომელიმე თქვენგანი მეტყვის ბოდიში და ბოდიშებს ცხადია ახურებო, ახლაო, ეს თემა კი მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა თემების არ უნდა შემოგვავიწყნესო, ეს ვინმე მართალი იქნება განაარა და დანაშაულები, რომლებსაც ჩადის ქართული სახელმწიფოს წინაშე ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ხელისუფლების გადატრიალების გზით, სახელმწიფო გადატრიალების გზით, ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას მერე, მცირე არის უამ რა სახელმწიფო გადატრიალებში არჩევნები რო იყო გადატრიალებას ძალიან დიდი ბოდიში ვაფშე ვერ გავყევი იმ ლოგიკურ ჯაჭვს, რაც უნდა რომ აეგო. ერთი ქვედა რაღაც წავიკითხე, რომ კავკასიის ბელარუსად აქცია ბიძინამ საქართველოს. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ როგორც ბავშვების ზედამხედველობის პროგრამაა, რომ იმ ბავშვებს უდიერად ექცევიან და არ ზდიან, ენიშნება სოციალური მუშაკი, ასევე ტაბლეტების ამდენჯერ არ დალევა, უკვე პრობლემა არის რა და უნდა მიხედოს. მე ვიცი 1-2 ტაბლეტი, რომელიც ამას მოვაკვანებს. ხო, მაგრამ არ სვავს. მაშინ უნდა იქნებ სვავს და შედეგი არა აქვს. არა. ისეთი ბირთვული მდგომარეობა არის, რომ ვერ ტაბლეტები უნდა გაუწიო. არა, ამბობ ეხა როგორ ამბობ, კაცო, როგორ აყენებ შეურაცხყოფას. კაი, აბა ნახოთ ირაკლი ახალი ვიდეო და ნახოთ, აბა მართლები ვართ თუ არა. თამამად ვიტყვი იმასაც, რომ ასეთი რთული პერიოდი ჩვენ გქონია როგორ არა, მაგრამ იშვიათად უფრო სუსტი რომ იყო ქართველ მართველებს ასე არასოდეს დავუღალატები ვართ და თან როდის გვაღალატებენ იცით? აი კიტოვანიც ყავდა, იოსელიანიც ყავდა, სიგუა შევარდაძე და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ესენი გვაღალატებენ იცით როდესაც სამუდამო რუსეთისაგან სამუდამო თავდაღწევის ისტორიული შანსი და შესაძლებლობა გვაქვს. რატომ იხსნა? სიტყვა ვერ გაიხსენა, თუ დრამატული პაუზა არა. ეხლა შეიძლება რუსეთიდან ისტორიულ და თავდაღწევის შანსს. ეგ შანსი ასე ზეპირად, თეორიულად და ჰუმანიტარულად იძახეთ. თავარი ამ სლოგანის ქვეშ ჯარი არ შეკრიბოთ და მილიტარისტული ქმედებები არ განახორციელოთ, თქვენ დებილებო თვითონ. ესე ილაპარაკეთ, რაც ძვალი არ აქვს. თორე მაგიმედი თუ რა უნდა შეკრიბოთ? არა. არ სხვა შეუძლია რაღაც გარკვეული პროვოკაციები. მაგალითად მარტო საჯდომები რო არ მიუშინოთ. მაგალითად ეგ საკითხი რომ გავშალოთ. არა, მაგალითად ეგ საკითხი რომ გავშალოთ მიშას პერიოდში არსებობდა ესე იგი ახალი მილიტარისტული მოძრაობა, რომლის კრეფსიტის სახელიც არის უჩა აბაშიძე, FIU, გახსოვთ ხო? რომელიც ამბობდა აბაშიძეს სხვა პროფესიით ირჩენდა თავს ახლა. ბიჭო, სუწინეორობით ახლა მოდი პირდაპირ თქვა. უაიერიზმით. არა, ერთი წამი კაცო, რაშო თავარი მიმართება ეგ ქონდა. იმიტომ რომ სხვა არ შეეძლო. ქვეყნის სამსახურში ყოფნა და მაგიტო სხვა შეიძლება თუ არა ვთქვათ რომ ისაც აკეთებდა იყო ქვეყნის სამსახური. მეორე იმპულს ადახმარდა ისევ კაუნტერის სკინებში, ისევ კაუნტერის სკინებში, ისევ პეინტბოლი, ისევ ჩვენ უსაფრთხოებას ხმარდებოდა. აბარა, ხო მაგრამ მე მაგალითად ეს ნაშოვნი ფულტუს ნაკიდი უსაფრთხოება არ მინდა. შავა ძალიან ბოროტი რაღაცა ეპიქჭირს ეგრე როგორ შეიძლება კაცზე თქვა, რომელიც ამბობს FIU. ხო და მოკლედ არსებობდა ეს ჯგუფი, რომელიც ამბობდა რომ კარგი სტრატეგიითო ჩვენ რუსეთს მოუგებთ. კი, ოღონდ ჭკვიანურად. და სხვა შორის ესენი იყვნენ გიდები. ვინ? გიდები. ვინ გიდები?
გიდები რა იცოდნენ ავანჩავანი ყველა ქუჩე რაც არ უნდა გაგეცინოთ მე ძალიან დიდი ბოდიში არა ერთამი ძალიან დიდი ბოდიში რამე ცუდად ვინმე არ გამიგოს მაგრამ ეს იყო გიდების გილდია არა ის ნამდვილი გიდები ხო არა ნამდვილი გიდები ძმა კაი გიდებიც არსებობენ ხო და მაგას ვამბობ კაი გიდებიც არსებობენ მაგრამ გიდები აი რომლებიც უყვებიან ისტორიულ მოკლედ ექსკურსიები რომ იყავ ექსკურსია მიშისტი გიდები მართლა რომლებიც ამბობდნენ რომ ჩვენ უსეც მოუგებთ ოღონდ სწორი პარტიზანული ცალკე ბატალიონი ქონდა კი მიშისტი ამიტომ ჩვენთან ჩამოსულო გარჩე მიშისტ გიდებს არ წაყვეთ როგორ უნდა გავარჩიოთ მიშისტი გიდი არა მიშისტი გიდი ო ამაზე უკვე ბაჭო გაქვს საჩოს მე მახსოვს ეგ აღარ ვიცი მაშინ მიშისტი გიდების გავრცელებული იყო ვიღაცა დადისო შეიძლება ეს პატარა ამბავი ყველა მიცით და გაგიხარდებოდა ხარო მიშისტი გიდების და სასტავის გავრცელებული იყო რომ ქალაქის ქუჩებში კატის გამოსახულებიანი სტექსილები გამოჩნდა და რუსებმა ბომბდამშენი რა უნდა და 8000 კილომეტრი 8000 მეტრის სიმაღლიდან ბომბდამშენი ამას დაინახა და ვიღაცა პროსტა დაიჭირეს მე ერთ ტიპი ქუჩაში და ლინჩის წესი თუ მიწერ ხო და ბაჩო შენ დაგისვეს კითხვა როგორ გავარჩიოთ მიშისტი და არა მიშისტი გიდები სტალინის სახლ-მუზეუმში თუ არ წაგიყვანს მიშისტი გიდია არა სანამ წაგიყვანს ხო უნდა კითხო წამიყვანს სტალინის სახლ-მუზეუმში პირველი ხარი პლეხანოვი თუ პირველი გიდი არის ბინძური მიშისტი მეორე მაგრამ ბინძური და ის რო უსტვენს ის თეონა ბაღდავაძე არ გავუშვა ის რო უსტვენს ის მიშისტია მაგრამ გასაშვებია და გავუშვა თეონა ბაღდავაძე ინტელექტუალი ხალია მაინც ოპტიმისტურად უყურებ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ იცის, იმიტომ რომ ისეთი სანქციები და ისეთი ბერკეტები ამოქმედა ნაციონალურად, რომ ესენი ვერ იქნებიან, ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს არაფერი, ის რითიც ვიცხოვრებთ და შესაბამისად მათ იციან, რომ ძალიან მალე მოუწევთ დათმობა, რა თქმა უნდა ეს მკვნეული იქნება. არა, ის თავჩაღუნული რატო რამე ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ჩვენ გავიაზროთ, რომ ჩვენ ვებრძვით კრიმინალურ ბანდას, ჩვენ არ ვებრძვით ხელისუფლებას რომელიც გადაბარებას და ეს არის კრიმინალების ბანდა რომელიც შემოვარდა შენთან სახლში და აი რაღაცნაირად ხან რაღაც ვაზა გაგიტეხა ხან რაღაც უნივერსიტეტების გაერთიანებაზე ისაუბრა საზარელი კრიმინალების ბანდა რომელიც შემოგივარდა და ვაზა მეც მაგ შეკითხვა და ისაუბრა არა და ისაუბრა უნივერსიტეტის გაერთიანებაზე და მეტი კრიმინალი რა ვაზა ანუ ლარნაკი გატეხა თეონა ბაღდავაძე რომელიც იყო რუსული კომპანია Wildberries-ის თანამშრომელი იყო არა მეგონი აღარ არის ერთ შეიძლება ჩვენ სიუჟეტს მე აღარ არის თორე სიუჟეტის დროს იყო რომელიც ფულს იღებდა რუსებისგან პირდაპირ კოშტარიას არ იყოს რუსული კომპანიისგან იღებდა ფულს და არის თავარი ანტირუსი ხო და მეც დავსვავ შეკითხვას ერთ წამი გვერდით რო გოგოეჯდა შენ იცი ვინ იყო არა შენ მე ვიცი და შენ რატო არიცი არ ვიცი არა ვარ ვალდებული ვიცოდე მე ის რო ვიცი ის არ მინდა რომ ვიცოდე ვის ლაპარაკობ ეგ გოგო არის ძალიან სერიოზული აქტივისტი და მებრძოლი რომელიც ჩამოვიდა ხაშურიდან ხო მართლა ხო კარგია მარტო ზიო არ ჩამოვიდა ესე არა ის იმენა ჩამოვიდა და იბრძვის აქ უკეთესი მომავლის ძალიან კარგი მე ხელი მომმარტოს არა ერთამი განვიხილოთ რა როგორ თავჯაღუნული ზის რატო იმიტომ რომ აზრით გიგანტთან არა ვერ იაზრებს გონია რომ ძალიან ტრაგიკულ რამეზე ლაპარაკობს ეს გონია რომ ლაპარაკობს აი როგორ აწამეს ადამიანები და ყველა ხო და ლარნაკი გაუტეხეს რომ ვაზა და დაუწყეს ლაპარაკი ეს ხო გაერთიანებაზე კი ტიტრი რო იყო ინფლუენსერები კანონის ქვეშ ეს კანონა მე ისმენდა რომ ჯერ ეს წარმოადგენდა ქართულ ინფლუენსერობას ის მეორე საჭმელებს აკეთებს მაო ხაშო ანუ ამორიდან რომელიღაც ინფლუენსერი ის მეორე ორივე არა ძმაო შენ ის მეორე მაგარი ინფლუენსერია ინფლუენსერია კენდალ ჯენერი ბაზარი არა კენდალ ჯენერი არ არის მაგრამ საჭმელს აკეთებს ანუ ინფლუენსერები კანონის ქვეშ ანუ რაზე შფოთავენ ის კანონი რომ მივიღეთ ახლა კანონ პროექტი რომ არის უცხოური დაფინანსების კიდევ კარგად აკრძალვის შესახებ ჩვენ შეგვეხებაო ინფლუენსერებსო მათ შორისო კი ბატონო თამრიკო ჭოხონელიძე საინტერესო არა მომენტებში თამრიკო ჭოხონელიძე გაუშვა დაფინანსებას ვერიდებოდი თამრიკო ჭოხონელიძის გაშვებას ჰედ ოფისებიდან იღებენ მონკლერი ვიცი დიდი ბრენდები და მეორეს მონკლერი და ესეთები არ შეხებია არანაირი ესეთი პროდუქტები არ გაუღრციელებულა მასთან
მონტბლანკი. მონტბლანკი კი ბატონო. შეიძლება გავუშვი. აიონა ტოპკალია. შენ ამას როგორ იწონებ? მე ხოცებზე ვლაპარაკობ პირდაპირ ხალხო. გაოგნებული ვარო დღეს კიდე ხოცი ქვია სირცხვილია. ეხა ნახე რა ამბავი. ქალბატონი თამრიკო მართლა სირცხვილია ქალბატონო თამრიკო, რაც ეხლა თქვენ თქვიათ. თავს ვიკავებდი, იმიტომ რომ დაცნობები ასე ისე, მაგრამ მე პირადად მახსოვს ჩემს ეთერში ბევრჯერ მოსულ ხართ და ნაცებისთვის მიწა დაგიყრიათ რა. ამ შემთხვევაში პირდაპირ და გარდა მე 2012 წელსაც მახსოვს მისი აქტივიზმი. ძალიან კარგად მახსოვს. ბიჭო ხომ ესე როგორ იყო წინა ხალხის ესე არ შეიძლება ვიდრე ამის. თამრიკო ესე არ შეიძლება. ეს დინოზავრია. წინა ხალხი უფრო მაგრები იყვნენ ინფლუენსერები. ეს სერიოზული ინფლუენსერები. არა. ბევრი კარგი რამე აქვს აკეთებული, კარგად აქვს ნამღერი, მზიურში მღერო და კარგი ვოკალისტი და მუსიკოსიც არ არის ცუდი, მაგრამ მე ხომ მახსოვს ჩემთან ეთერში რა სიტყვებით ამკობდა საათი. რა სიტყვებით გითხარით? ვერ გავიმეორებ. ახლოს. ახლოსაც არ მინდა. ცუდი სიტყვები. მურმან დუმბაძე. ამოსავალი არ არის, ამიტომ მეუბნები პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, მოწინავე ჯგუფებს, ადამიანებს, ვისაც აინტერესებს ჩვენი სახელმწიფოსა, ჩვენი საქართველოს მომავალი, უნდა მოხდეს დიდი გაერთიანება, დიდი შერიგება, დავანებოთ უნდა ლაპარაკი, შენეს გააკეთე, შენეს გაიგეთებია, შენ აცუდი გვარი გაქვს, შენ გვარ გადაკეთებული ხარ, შენი მის წარმოშობა ხარ, შენი დროს ეს თქვი, შენ ამ დროს ეს თქვი. ყველა გავაჩერო, გვარ გადაკეთებული, ეგ ძალიან გვარ გადაკეთებული, ვინ ამას დაუძახეს ეთქობა, გვარ გადაკეთებულია თვითონ. არა მგონია. დუმბოიან. სკამზე რატო ყანყალებდა? მე ეგ მაინტერესებს, რატო ვერ გაჩერდა? ესე რატო იჯდა? იმიტომ რომ ექსპრესიას მატებს, ტუმბა. რამე ხო არის უკანუზის უდევს უკრაინის დროშა. კი ბატონო. ლაშა ბუღაძე მეგობრებო. ეგრე რა გიგანტებია. ნელსონ მანდელა. 80-იან წლებში, როდესაც იყო საბჭოთა კავშირი, იყო მოძრაობა საქართველოში და იატაკქვეშეთიდან დაიბადა საბოლოო ჯამში თავისუფლება, რომელმაც რეალობად აქცია დამოუკიდებლობის იდეა. ახლაც ასე მოხდება. თავარია რომ საზოგადოება იყოს ჩართული. ცხადია ველოდები მეც, ელოდები თქვენ და ყველანი ველოდებით, ეს ისეთი ეს თუ კი ეს მოლოდინი არის სეერის მაყურებლის პოზიციიდან მდგომის მოლოდინი, მაშინ ეს არასწორია. ეს მოლოდინი ნიშნავს გარკვეულ ქმედებას. აი, გააჩერეთ. მისვლით. მინიმუმ სიტყვის ეს ქვეყანა ჩვენგან. ზოგჯერ მხოლოდ ქუჩაში წასვლას, ზოგჯერ რაღაცის დაწერას თუნდაც, ზოგჯერ რაღაცის თქმას მინიმუმს. ოღონდ თუ კი ეს მინიმუმი. კი ბატონო. გასაგებია, ეს ძირითადად ამა გაიправა თავისთავად რომ მე დავწერო და ვიდეო და არ გავალო. დაჟე შეიძლება სიტყვითაც არაო. მოდიო მეო დავწერო რა. გასვლა რაღაცა ეხლა ეგრე არა. Facebook-ის კაი სტატუს გავაკვალებო და ეხლა მე მოვხოთ აქციას. ორ დღეში ერთხელ. და ეთერიდანაც რაღაცას ეთერიდან კვირაში ერთხელ კი ბატონო ცოტა ხანი, მაგრამ გასვლა და ეხლა ქუჩაში დგომა და იქ რაღაცების დარღვევა და მე ეგ ჩემი არ არის. გაზაფხულზე შეიძლება მაისში. როცა კარგია დისკმა მინდოდა და არ თქვა ცუდი ბატონო ეს კაი კაცი არის ლაშა ბუღაძე იმდენი გამარჯვება ხო კი ბატონო ანი წითლიძე მეუბრალოდ 14 წლის განმავლობაში, რასაც განსაკუთრებით ჩემმა პარტიამ გავუძლო და ოპოზიციურმა ველმა გაუძლო, პოლიტიკოსებიანად სამოქალაქო აქტივით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ერთი დღე ვერ გაუძლებდა ვერც ერთი კოცი. ბიძი, აი ხელისუფლებაში რო აღარ იქნებიან, ერთი დღე ვერ გაუძლებენ იმ რეპრესიას, რასაც გაუძლო და სხვათა შორის. ჩვენ რას გაუძლებთ, გავაჩერეთ მეგობრებო, აი ძალიან იოლია ამათთან კამათი. ჩვენ გაუძლებთ ქუჩაში მკვლელობებს, ციხეში საშინელ ქმედებებს, გაუპატიურებას ოჯახის დაწიოკებას, წამებას, გვამებზე დაბმას, ყველაფერს გაუძელით და მაინც დედა უტირეთ. მიშას დროს, კი ბატონო, დედა უტირეთ მაინც. აი ამას გაუძელით. ჩვენ დროს გაუძელით 4 რევოლუციას. 4 რევოლუციის წლებში. არა, ამან სხვა რამე თქვა რომ ქოცობი იგივეს ვერ გაუძლებდნენ რა. და ციხიდან რო შედიხარ ციხეშიდან, საკაცით რო გამოყავდათ, მაგას გაუძელით და ეხლა ციხეში რო შედიან და ამხელა გალამაზებულები გამოდიან და ტელევიზორები და გალამაზებულები ხო აი მაგას რასაც გარეთ ვერ აკეთებენ ანუ დიეტას ვერ იცავენ და იმ თავის ნებებს უარს ვერ ეუბნებიან და მე ვიყავი პირადად სტუდენტი ნაცების პერიოდში სადაც რა ვიცი ჩემი ძმაკაცები
ჩემი გარემოცვა პირადად დაიჭირეს, გაგვლახეს, 1000 ჯერ დაგვაწიოკეს, ჩვენ აქციებზე ვიდექით და რა ვიცი, აი გაუძელით ყველაფერს საერთოდ და მაგ პერიოდში ხო, რავი. თაზო დათუნაშვილი გონს მოეგო, ოღონდ დათო თაზუნაშვილი გონს მოეგო, ერთ და იგივეა, ოღონდ ფრაგმენტულად არის თუ არა ეს გონს მოგება, ნახო. ჯერ გონს მოგებული გაუშვათ ცოტა. ეს პროტესტი ხო არ არის ხა პირდაპირ თქვათ რა რაღაცებს სახელი დაღვარქვათ არ მომერიდება ამის ხმა. სამწუხაროდ საქართველოში მიმდინარე პროტესტი რომელიც ძლავრი იყო რაღაცა ეტაპებზე უწყვეტი ამდენი ხანია და ამ უწყვეტობით ის ძლიერი არა ეს არ არის სახალხო პროტესტი მას არ აქვს აი ესეთი დიდი სახალხო მასშტაბი მასში არ არის რაღაცა სოციალური ჯგუფები დიდი ჩართული რა ვიცი რაც ჭირდება მას აფიშველი უწყვეტობა ხო არ ვიცი რატო თუმცა იქ როცა იყო მარშები, გახსოვთ ტატუ მასტერების მარში. იქ მე ყველა სოციალური ჯგუფი მოიწვიეს. პოვრების მარში, გრაფიკოსების, ბარსელონას ფანების, მორცოდიანების, მეორე ცოლის მფლობელების მარში. რა ვიცი, რაღაცა ეგეთი. ყველას მარში, ხო. ინგლისური ფილოსოფოსების მარში, რომელსაც აიონა იდგა. ინგლისური ენის მცოდნეების მარში. რა ვიცი, ბევრი მარში იყო, მედდების მარში და ასე. ქონდათ ცდილობა რომ ჩაერთოთ, მაგრამ თაზიომ თუ დათომ აღიარა რომ ეს არ არის სახალხო პროტესტი. მართალია, ხანდახან აქვს გამონათებები რა. საბაბუაძე, ხო? ბაბუაძე. საზოგადოება არის თავის ადგილზე, ქართულ ოცნებას აქვს რეკორდული მიუღებლობა საზოგადოების მხრიდან. ერთადერთი რაც აპყოლებს დღეს ცვლილებებს ამ ქვეყანაში არის ის, რომ ჩვენ ვერ მოვემსახურეთ ამ დაკვეთას. არსებული პოლიტიკური სპექტრი, არსებული ოპოზიციური ლიდერშიპი. ეს პასუხისმგებლობა უნდა გავიაზროს, ყველა უნდა გაიაზროს იმ დოზით, რა დოზითაც მას ეკუთვნის ეს პასუხისმგებლობა და ზუსტად ამიტომ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სანამ არ შევქმნით ამ ალტერნატივას, ამ ალტერნატივის ავანგარდში სანამ არ იქნება ახალი პოლიტიკური კლასი მათ შორის, ძველთან ერთად მე არავის დამსახურებას და ადგილს არ უკარგავ, სანამ ჩვენ ამ ალტერნატივას არ შევთავაზებთ და ხალხი ძალიან მკაფიოდ არ წარმოიდგენს როგორ იქნება აი გავიგეთ ერთ წამი მე კითხვა მაქვს ტევ პირველში ვინ გადაწყვიტა რომ ესეთი გადაღების მანერა ცოტა ექშენ კინოს არა ფეხზე დამდგარი რესპონდენტი გავიგე და მაშინ გეკითხა ფეხზე დამდგარი რესპონდენტი ესე გადაიღო და რა ხდება ამ დროს ამით თუ უფრო რა ხდება აი საბამ ეს ხო ილაპარაკა ამ ლაპარაკებს შეძინეთ მეტის როცა არაფრის ეს არის უფრო მძაფრი არა არაფრის თქვენი სიტყვების ნაცვლად გახსოვს რეკლამა როცა თვითონ შინაარჩი ნოდარას გადაცემა ხო ეგ არის სამჯერ იმეორებენ დრამატული მუსიკის თანხლებით იდიოტობებს როცა არაფერი არ ხდება დრამატულად რაკურსებით მიიღწევა ნახე საბა ამბობს რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ჭამენ ბავშვებს ხო არ მაგას არ ამბობს ხო და ნოდარა იღებს ესე თან და ამ დროს რა ხდება უფრო ჭამენ ზოგადად ნოდარას გონია რომ უჩვეულო რაკურსებით სუბიექტური კამერით და მუსიკალური ეფექტებით არაფრის თქვენი სიტყვები გადაიქცევა ექშენ სასმელს შენ რას ფიქრობ ექშენ ანუ კინოს კაცი აი კინოს კაცი აი ეს გადაღების მანერა რა არის კინოში ხიჩკოკის სტილი მაგრამ ნოდარას გამოსახველობა ყოველთვის იყო და დღემდე არის მხოლოდ და მხოლოდ შექმნილი იმისთვის რომ დამატებითი ემოცია იქნებ როგორღაც გამოიწვიოს არა და ეს რა ემოციაა არ გიწევს ეს რო და ექშენში ხარ რა შენ ბრძოლასთან ჩვენ რო ფეხზე დავდგეთ გადაცემა შენ აგერ კამერები რო იყოს ესე რო იმოძრა არა თვითონ ნოდარას გადაცემა ძალიან მაგარი იქნება ჟურნალისტები ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები რო ყავს შეკითხებს მოსავ და შენ დარწმუნებული ხარ აბაში დარწმუნებული პასუხე კი ძალიან ეს არ გამოვიდა ჰომერული სიცრა ძალიან მაგარი იქნება ფეხზე რო დგავა აბა კამერა მოდის და რა თქმა უნდა მიხვედი არა მე შეგახსენებ ვიზია ლაპარაკი ცუდი სპექტაკლია ცუდი მე თეატრი არ მიყვარს და უნიჭოების თეატრი მიყვარს არ მიყვარს ეს არის შეურაცხყოფა შენ ითამაშებ ამას ვერა გამოგცადო ესე ძალიან ხერხულად მე ვითამაშებს ხო ფეხზე დავდივარ რატო ამბობ შენ რეჟისურას გავწევ ბაჯო იყოს რეჟისორი გურამ ერთი ამ კითხვაზე მიპასუხე რომ მიხვედი სანამ ამაზე გიპასუხებ ბატონო შავო შეიძლება დიახ თქვი ჩანართი გავაკეთა მე ესე გელოდები უნდა რაღაცა სამბობ არ ეხლა არ მანდა თქო მეც არ ვიცი ეხლა მაყურებელო რას მეთქო მეც არ ვიცი მაყურებელო ესე მაგრამ მე ხო
ფაქტია ძალიან საინტერესო რამის თმასამი. გიპასუ ხატუ არა ვინ? არა. ხონდა ეს ასეც არის არ უყვართ ჩვენი გადაცემა. პირველად მე ამ გადაცემაში ვითხოვ გია ბუღაძის გაშვება. გაუშვით. უხსონ მანელა. ჯავახიშვილში მუშაობდი მთელი 15 წელი, მაგრამ მე გამომიშვეს აი ამ ახალი რექტორის ამ 19 რექტორის პირობებში. სამუშეს. ხოჩურდეს გაიწამყვანია. არის ახალგაზრდული ტიპი. ასე გუმბათი ისტორიული. წვერი ბლოკავს. რა თქვა? ერთამ ჯუმარ აქ თავი არის მუშაობდი ჯავახიშვილშიო და ახალი რექტორის პირობებში გამომიშვეს 400 ლარი არ მქონდაო და იქით წამყვანი მე მაგის გამო არ მინდოდა ამის ჩართვა აქ სხვა ციტატი გვაქვს ჩვენ გამოდანილი სადაც ამბობს რომ აღმაშენებელი და დამამშვენებელი ცოცხალთა შორის მე ვარ დარჩენილი და მე ეს მაინტერესებს იმაზე რას ფიქრობ წამყვალზე წამყვანი უძლიერესი კადრი არის სხვა შორის ახალგაზრდოს აღმოჩენა ეს არა სხვა შორის ახალგაზრდული ტიპია ცოცხალთა შორის ახალგაზრდული აი ნება მოაქსი ხალასი დაიცა მიშა არ არის ცოცხალი? ხო და ეგ მაინტერესებს კონტექსტში რა იყო ვერ მივედით მაგამ სხვა შორის არა ხუმრობის გარეშე აი მარლონ ბრანდოს ჯეიმს დინი აი ჯეიმს დინი თუ ბრანდო რა იცი რა არის უფრო ბრანდოს ტიპაჟია მოდი რა გავუშვათ ჰეგელი იმიტომ რომ უფრო მასკულინურია თქვენი ჯვაკაც ჰეგელია გავუშვათ ჰეგელი მარლონ ბრანდოს მერე აი ჯეიმს დინი ნაღდადეს ჯეიმსით ამ საზოგადოების პრაზი და ხელვარება და უნდათ რომ საქმე ისე წარმოაჩინოთ ეს ვაფშე კარგოა მე მგონი თითქოს აქამდე ისედაც პოლიტიკური პროცესი არ შეყვანიან ჩიხში და მოუკლავთ და ახლა კიდევ ამატებენ რომ სვეჩი მე თუ რა დიდი მწერალია ჯავახიშვილი მე რა ვთქვი გაიგე სულთა ბრინკაა რა ბრინკა კი არა მარგოა თქო არა მარგო არ არის იმენა მარგოა ძმაო ეს თეიმურაზიც არ არის ეს მარგოს გულსა ურმის სცენა მარტო ურმის სცენაზე გაახსენდა ალბათ ურმის სცენა ხო და შენ უხარ იზრაშენეცი ბრინკა არის ეგ სულთა ბრინკა რა ყველაზე კაი შედარება არის ეგ მე დავარქვი შენია აბა თეიმურაზე ბრინკა კი ბატონო მაგრამ გადავარქვე მარგოა კი ბატონო ლაშა ფარულავა გაუშვით ესეთი ვიდა აქტივისტია პარტიის წევრია ნაცების თქო გასაკეთებელი ახლა ხა ამ ბრძოლაში რომ მეტია გასაკეთებელი და ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ ნათელი და ცხადია რომ კი ვაკეთებთ და ჩვენი მეგობრები და ლიდერები ციხეში პარტიას კი იცით ძალიან ძიმე ასე ვთქვათ პროცესი მიდის ზოგადად პოლიტიკური პარტიებში და მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანებების გაუქმება მიმდინარეობს და ნუ აი ამ პროცესში ხარ როდესაც ავტორიტარული რეჟიმი სუბტიტრები არ ყველა გადაცემა რა მოსკოვის მექანიზმი თბილისის დემოკრატიაზე ვსაუბრობთ აი რაზე მართლა რაზე ვსაუბრობთ საჩორის ეს არის ბუსუნა ძალიან ბუსუნა იყო კი აი მაშინ დეკანოიზე გაუშვით და გამორჩით გადაცემას რა ვიცი ახალს ვერაფერს ახალს ისინი ვერ გააკეთებენ. ეს ვიცით საკითხი წიგნებში ანახი გვაქვს ყველაფერი, ამიტომ ხა ჩვენთვის ეს არ არის რაღაცა ბრძოლა ფინანსური კეთილდღეობის. ხო, ანუ ჩვენთვის ეს არის ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის მომავლის. არა, მეგობრებო, კაი გავაჩეროთ. არ არის საინტერესო, იცით რომ პარალელურ არხზე არ თქვენია და ჩვენ მეზობელი არხია. მიმდინარეობს დებატი, ჩვენ ხა მოვჩეთ და გადავახვევთ და ვნახავთ ამ დებატს, ვნახოთ როგორ მოიქცევიან, მან საინტერესო ტიპაჟები არიან და როგორ მოიქცევიან და იმათ რო არ უძახით, აი ამ გველებს ძალიან კარგია და მიესწრა. იმათმა უარი თქვის, ხო ის გახარებმა. ხო, ბევრი ის რო არ დაუკვეთ, ხო, თხოვნა და ხვეწნა რა. არა და მზად ვარ თქო და. თქვენი ხატია პარლამენტში. ოუ რა მაგარია. ძალიან მაგარია. ძალიან რა თავდაბლურია. ხო. არ კოპირაიტინგი ყოველთვის იყო ძლიერი მხარე ამათ. კარგი, დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ეს სხვა შეგვიძლია. აბა ხოლმე.